დღეს გვექნება რძის ექსპერიმენტი და გავიგებთ რომელი რძის დალევა ღირს და რომელია ყველაზე კარგი. სანამ ექსპერიმენტს დავიწყებ, აუცილებლად გამოგვიწერეთ. რამდენი ხანია ეგეთ რაღაცა არ მithოვია. ამიტომ გამოგვიწერეთ. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში. რძეს შევასხავთ ჭიქაში, შემდგომ დავუმატებთ ძმარს და უნდა შედედდეს. რაც უფრო შედედდება რძე, მით უფრო მიახლოებულია სოფლის ნატურალურ რძესთან. დავიწყოთ სანტეთი. უნდა ჩავასხათ მცირე რაოდენობის ძმარი, ცოტა მოუვერიოთ და უნდა შედედდეს. მალევე. რავი, რო გითხრათ რომ შედედდა მეთქი? არა. როგორც ხედავთ, არაფერი არ შედედდა. შესაბამისად, სოფლის რძისგან ეს რძე ცოტა შორს არის. მე ასე ვფიქრობ. შემდეგი სოფლის ნობათი. ჩავასხათ ძმარი, მოუვერიოთ. ცოტა კი, აი, ნალექივით გაიჩინა, მაგრამ აი ესე ვთქვათ, რომ აი შესქელდა თქო ძალიან არა, აი ოდნავ, აი ძალიან ოდნავ. ესეთი გახდა. ჭიქასაც ეთყობა, რომ განსხვავება არის. შემდეგი ძისამე. მოუვერიოთ. დაახლოებით სანტეს მსგავსი არის, არ შედედდა დიდად არაფერი არ შეცვლილა. გავაგზავნეთ შემდეგი ნომერ 1 რძე. ადრე სოფლის რძეზე მაგ ესეთი დატესტილი ვიდეოც გვიდევს და როგორც კი ძმარი ჩავასხით, ეგრევე განცალკევდა, შედედდა, ცალკე წყალი იყო და ცალკე ესეთი შედედებული მასა. შესაბამისად, ესენი ძალიან შორს არის ნატურალურ სოფლის რძისგან. ამიტომ რომ აი ეხლა ვურევ საერთოდ არ შედედებულა. ეს და სანტე და ასევე ძისამე ერთ ლეველზე არიან. გავაგზავნოთ და ბოლო, მილა საბოლოო, ძალიან მაინტერესებს. ედი ძმურა შენ დაგლიებულოს და რა მიქენი. ამასაც შეხედეთ, არანაირად არ შედედებულა, ოდნავ რაღაცა ცვლილება აქვს, მაგრამ ამაზე ვერ იტყვი რომ სოფლის ნატურალურ რძეს გავუტოლებო, ანუ არ არის, ახლოსაც არ არის. დასკვნა თქვენთვის მომინდია, თუ იმეს მიგიწვდებათ სოფლის ნატურალურ რძეზე ხელი, მე გირჩევთ რომ სოფლის ნატურალური რძე დალიოთ. ხოლო ჩემი აზრით, ამ ხუთში გამარჯვებული არის არც ერთი. სოფლის რძე მხოლოდ. რომელსაც სოფელში დალევ. როგორ მომინადრა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ ექსპერტები და ექსპერიმენტის ინფორმაცია მოვიძიეთ ინტერნეტში, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ და დატესტოთ.